ეს არის სადარბაზოთა შემოსასვლელი კარები. აი შემოვდივართ. ხელმარცხნივ არის აბაზანა და სამზარეულო. აქეთკენ არის სამზარეულო. ეს პანჯარა დიდდება და სამზარეულო აი ესეთი. მეთლას თუ განსაკუთრებული მოთხოვნა არ იქნება, გამოსვლა არ ჭირდება. რაც კარგ მდგომარეობაშია. და შეცვლას არ საჭიროებს და თუ რაღაც განსაკუთრებული სურვილი თუ იქნება, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება. სამზარეულოს პანჯარა სნებართვა აღებულია, რომელიც გადიდება თითქმის აი ესე. სიგანეში არა, როგორც არის პირდაპირ, მხოლოდ ეს ქვედა ნაწილს უნდა გადიდება. შემდეგ შემოსასვლელი სადარბაზო შემოსასვლელი კარების პირდაპირ არის ერთი ოთახი. ესეთ მდგომარეობაშია. აქაც დაფერილია, იატაკია საკმაოდ ძვირად ღირებული და თანამედროვე იარაღია, ხის დაგებული. დაფარებული აქვს ეს პარკები და შესაბამისი როარ ვთქვათ რემონტის დროს როარ დაზიანდეს. და ეს სამზარეულოს შუა ოთახის პანჯარაც ასევე შესაძლებელია ისევე გადიდეს როგორც სამზარეულოში. აქეთკენ ხელმარჯვნივ არის ეს მეორე ოთახი, მეორე შედარებით მოცულობით დიდია, საიდანაც გაკეთდება, არის კონდიციონერი ხედავთ და აქედან კეთდება შემოსასვლელი ქუჩის მხრიდან. ასე რომ აი ესეთი საკაც იგივე დაგებულია აქედან. ეს კარებები არსებობს, შეიძლება ისე დაბრუნება თუ საჭირო, თუ ვთქვათ იქნება საჭირო, თუ მთლიანი ფართის გაერთიანება იქნება საჭირო, ესეთ შემთხვევაში ეს არის პერეგაროტკა ეგრეთ წოდებული, რომელიც შეიძლება რომ მოიხსნას. ეს შეიძლება მოიხსნას, ეს კალიდორის ეს სისტემა, რომელიც გატიხრულია, ეს კედელი შეიძლება მოიხსნას და ის კედელი შეიძლება სამზარეულოსა და ამ ოთახებს შორის ეს კედელიც არის შესაძლებელი რომ მოიხსნას. და სრულიად განთავისუფლდეს ეს სივრცე რა. ეს არის სულ. აქეთ სამზარეულო. თუ კითხვები გექნებათ, დამირეკეთ და უფრო დაწვრილებით შემიძლია გითხრათ და გაგცეთ პასუხები.